გამარჯობა. საღამო მშვიდობისა. ეთერშია გადაცემა აფხაზეთი, რომელსაც ჩვენ სალომე ლემონჯავა და გიორგი გასვიანი წარმოძღვებით. დღევანდელ გადაცემაში შემოგთავაზებთ. გასული კვირის საინფორმაციო გამოშვება. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობისა და მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. აფხაზეთობის აღნიშვნა საქართველოში. 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის დაწყებამდე 2 თვით ადრე ათენში, პანათინაიკოსის სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლი აინთო, რომელიც 26 მაისს საქართველოში თბილისი 2015 საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალეკო ახვლედიანმა ჩამოიტანა და ოლიმპიურ ჩემპიონთან ლერი ხაბელოვთან ერთად აანთო პირველი ჩირაღდანი. ოლიმპიური ცეცხლის საზეიმო დახვედრა ბათუმის აეროპორტში გაიმართა. დღევანდელი ემოციურია, რა თქმა უნდა, ოლიმპიური ცეცხლი საქართველოშია. ეს ძალიან ბევრ ქვეყანას არ აქვს ნამდვილად და მე მინდა ყველა საქართველოს მოქალაქეს, ყველა სპორტსმენს და სპორტის ხომალდს მიულოცოთ ეს დღე. ცეცხლი ესტაფეტაში მონაწილე პირველ მეჩირაღდნეს მსოფლიო ჩემპიონ სპორტულ ტანვარჯიშში რუსუდან სიხარულიძეს გადასცეს. ესტაფეტაში მონაწილეობდნენ ქართველი სპორტსმენები, ოლიმპიური ჩემპიონები, საპატიო ბათუმელები და სხვადასხვა ცნობილი სახეები. ცეცხლი საქართველოს მთელ ტერიტორიას მოივლის. მას ქვეყნის 67 დასახლებულ პუნქტში ჩაიტანენ. თბილისი ფესტივალს 26 ივნისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. გასულ კვირას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით სტამბოლში იმყოფებოდნენ. საერთაშორისო წითელი ჯვრის ეგიდით 2010 წელს შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-93 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტების შედეგად უგზო-უკლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებს შეისწავლის. დღემდე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან 7 ასეთი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას წინ უძღოდა სამუშაოები, როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, რომლის დროსაც 10-ზე მეტი სამარხი იქნა იდენტიფიცირებული. ეს არის შეიძლება ითქვას ერთადერთი ორმხრივი ფორმატი, სადაც ყოველგვარი სხვა მხარეების გარეშე მონაწილეობთ. აფხაზური მხრიდან დე-ფაქტო პირველი ვიცე-პრემიერი ხელმძღვანელობს დელეგაციას და წითელი ჯვარი არის ამ შემთხვევაში ფასილიტატორი, მის ხელმძღვანელობით ხდება ეს მოლაპარაკებები. თემა არის უგზო-უკლოდ დაკარგულების მოძიება, გადმოსვენება, იდენტიფიკაცია და ასე შემდეგ. ყოველ შეხვედრას წინ უძღვის უზარმაზარი სამუშაო, მაგალითად ამ კონკრეტული შეხვედრის წინ რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, როგორც ოკუპირებულ ნაწილში, ისე დანარჩენ ნაწილშიც მუშაობდნენ არგენტინელი ექსპერტები, რომლებმაც წინასწარ მონიშნული ადგილების სკანირება გააკეთეს და ამ სკანირებით მოხდა იმ ადგილების შერჩევა, სადაც შესაძლებელია, რომ მიმდინარე წელს უკვე გათხრები ჩატარდეს და მიმდინარე წელს ეს გათხრები ჩატარდება უკვე საკმაოდ მალე. ეხლა კონკრეტულად ადგილებზე, დეტალებზე მაინც თავი შევიკავებ ამ შემთხვევაში წინასწარ ინფორმაციისგან, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი ფრთხილი თემაა, რომელსაც უამრავი ადამიანის ტკივილი უკავშირდება, უამრავი ადამიანის მოლოდინი უკავშირდება. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კონსტრუქციულ ვითარებაში მიდის ეს მოლაპარაკებები, დაწყებულია ეს ჩემი წინამორბედის მიერ და გრძელდება. დღესაც ბატონმა დავით არახველიძემ ძალიან კარგი საფუძველი ჩაუყარა და იგივე იყო აფხაზური მხრიდან. დღეს მოხდა ცვლილება, აფხაზეთში შეიცვალა ხელისუფლება, აქ შეიცვალა უბრალოდ მინისტრი, მაგრამ ესეთ სავე პოზიტიურ ჭრილში გრძელდება ეს მოლაპარაკებები. კარგად გვაქვს გასიგრძე განებული ორივე მხარეს, რომ ამ შემთხვევაში მიუხედავად რამდენად ტკივნეულიც არის უნდა იყოს პოლიტიკური საკითხების მოგვარება, პოლიტიკა განზე გვაქვს გადადებული და წმინდა ჰუმანიტარულ ასპექტებზე, ადამიანების ბედიღბალზე, ადამიანურ ტრაგედიებზე ვსაუბრობთ და ამ გადაჭრის გზებს ვეძებთ ამ იარების, რომლებიც 22-23 წელია მოუშუშებელი.
საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ოფისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს ხდომა გაიმართა, რომელზეც ცენტრის 2014 წლის მაისიდან 2015 წლის მაისამდე პერიოდის საფინანსო ანგარიში მოისმინეს. საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის საფინანსო სამსახურის უფროსმა ლილი კილაბერიამ ბორდის წევრებს იმ საბიუჯეტო ხარჯების ნუსხა წარუდგინა, რომელიც ამ ორგანიზაციას მოხმარდა დაფუძნების დღიდან დღემდე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცენტრის მიერ მომზადებულმა გადაცემამ აფხაზეთი საზოგადოების მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა, რამაც პროექტის მესვეურები და ბორდის წევრები დაარწმუნა საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განვითარების აუცილებლობაში. ანგარიში დადებითად არის შეფასებული, ვინაიდან ეს არის ძალიან კარგი წარმატებული პროექტი. ძალიან აღორძინდა ისე მშვენივრად და ისე კარგად, რომ მე მგონი სამომავლოდ გეგმებზეც უნდა ვისაუბრო და უფრო გლობალურადაც დაისახოს ბევრი რაღაცა მნიშვნელოვანი, რომ უფრო უკეთეს სიტუაციაში ვიყვეთ. ანუ ეს ნიშნავს, რომ ჯერჯერობით ჩვენ სუბსიდიებზე ვართ. ეს ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად საჭიროა ჩვენ გახსნათ ცოტა რაღაც ჩვენი ეკონომიკური შემოსავალიც რო გვექნეს, უნდა მოიძიოს სპონსორები და მე მგონი ეთერის სიხშირეც უნდა გაიზარდოს და სამომავლოდ უფრო სწორიც იქნება, რომ იქნეს ჩვენი აფხაზეთის ტელევიზიისკენ ავიღოთ გეზი. საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორმა ავთანდილ დავითაიამ ხაზი გაუსვა ცენტრის საქმიანობის განვითარებისთვის სახელმწიფო ფონდის ყოველწლიური ზრდის საჭიროებას და ამიტომაც, როგორც მან აღნიშნა, ცენტრის სამომავლო გეგმების შესახებ 4-წლიანი პროექტი წარედგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს. შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება გადაცემების აფხაზური და საჭიროების შემთხვევაში რუსულ ენაზე მომზადების თაობაზე, ასევე საინფორმაციო საეთერო დროის გაზრდაზე პირველი არხის ბაზაზეც. ერთი რამ მინდა იმთავით ვთქვა, რომ იმ მწირი ბიუჯეტით, რომელიც მას გააჩნია, უბრალოდ დაუჯერებელი რაღაც გაკეთდა და ეს, ასე ვთქვათ, ყოველ კვირას ჩანს ხოლმე იმ გადაცემებიდან გამომდინარე, ვინც საინტერესებს ეს საკითხი და ეს საკმაოდ სერიოზული საკითხია, მატერიალური, ასე ვთქვათ, მხარეც შეუძლია ნახოს და ისე ამოვნოს, ვისაც გული შესტკივა, ასე ვთქვათ, აფხაზეთზე და ასე ვთქვათ, იმ საკითხზე, რაც პრობლემატურია ჩვენს ქვეყანაში. რაც ეხება იდეას, ერთ-ერთი მეც ვიყავი, როცა წამოჭერის და იმ თავითვე ვსაუბრობდი, მანამ დაიწყო საუბარი საინფორმაციო ცენტრის შექმნისა, რომ აუცილებელი არის მომავალში ფიქრი მის სტატუსის გაფართოებისა. მას დამოუკიდებლობის ხარისხი უნდა ქონდეს საკმაოდ, ასე ვთქვათ, მაღალი. იმისათვის, რომ საინტერესო იყოს და შეიქმნას მართლაც ტელევიზია. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ და ეს ცენტრალური ხელისუფლება იქნება, თუ ასე ვთქვათ, აფხაზეთის ხელისუფლება, რომ აი აფხაზეთის უფლებებზე და ის სტატუსზე და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს საკითხი უნდა იყოს გათვალისწინებული და აფხაზეთის უნდა ქონდეს თავისი ტელევიზია. საინფორმაციო ცენტრის მენეჯმენტმა, დირექციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ თავიდანვე იყო შეძენილი უთანამედროვესი ტექნიკა, რომელიც იმ, რა თქმა უნდა, პროფესიონალი ჟურნალისტებთან, ოპერატორებთან ერთად ქმნის იმ ხარისხოვან პროდუქციას, რომელიც მიდის მაყურებელთან. ამავე დროს ჩვენ ვთქვით და მით უმეტეს პირველი არხი, მეორე არხი ჩვენ ხარს დაგვიჭერს, რომ აი საეთერო დროს გაზდასთან ერთად აუცილებელია პარალელურად ცხადია, რომ ბიუჯეტის გაზდასთან ერთად მეტი დრო დავუთმოთ მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს, რადგანაც აფხაზეთში დაბრუნება ჩვენ როგორ გვესახება მშვიდობიანი გზით, ბუნებრივია მაინც გადის პოლიტიკურ პროცესებზე. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინიციატივით გაიმართა რეგიონალური კონფერენცია სახელწოდებით დაკარგულთა ოჯახების თანადგომა ორაზროვანი დანაკარგის პირობებში. საკითხის ირგვლივ იმსჯელეს საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა. დღეს ტარდება წითელი ჯვრის კომიტეტის კონფერენცია სახელწოდებით დაკარგულთა ოჯახების თანადგომა ორაზროვანი დანაკარგის პირობებში. კონფერენციის მიზანია აამაღლოს აკადემიური წრეების ცოდნა ორაზროვანი დანაკარგის კონცეფციაზე და განავრცოს იგი პრაქტიკაში. ასევე დაეხმაროს დაკარგულთა ოჯახებს. ჩვენი წარმომადგენლობა მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებს, რათა თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ ქართულ მხარეს.
ორი ტიპის ორაზროვანი დანაკარგი არსებობს. ერთი, როდესაც ადამიანი ფსიქოლოგიურად არ არის, მაგრამ ფიზიკურად ჩვენს გვერდით არის. ანუ გარკვეული ფსიქიკური დაავადებების შემთხვევაში, ვთქვათ, წამალდამოკიდებულების დროს. მეორე ტიპი ორაზროვანი დანაკარგისას, როდესაც ადამიანი ფიზიკურად არ არის, მაგრამ ფსიქოლოგიურად ის შენთან არის, რადგანაც ის ვთქვათ, გარკვეული მიზეზების გამო არის გაუჩინარებული ფიზიკურად, მაგრამ შენ მისი, ვთქვათ, გარდაცვალების შესახებ ცნობა არ აქვს, რაღაც ფაქტებს არ ფლობ. საქართველოში მიმდინარე საომარი კონფლიქტების შედეგად ბევრი ადამიანი აღმოჩნდა უგზო-უკლოდ დაკარგული. და ეს ეხება 92-93 წლის ომს აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში ომს და 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს. ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების წარმომადგენლებმა პრაიმ თაიმის პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საქართველოს ძალისმიერი სპორტის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მიერ მიმდინარე წლის 14-17 მაისს უკრაინაში ქალაქ ლუცკში ჩატარებული მსოფლიოს 25-ე საიუბილეო ჩემპიონატზე მონაწილეობის შედეგებზე დეტალური ანგარიში წარადგინეს. კერძოდ, საქართველოს ნაკრების მიერ მოპოვებული 18 ოქროს, 5 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს медали. გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. პირველზე უკრაინის, ხოლო მესამეზე პოლონეთის ნაკრები გუნდები გავიდნენ. ასპარეზობაში მონაწილეობდა ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების პრეზიდენტი აფხაზეთის მკვიდრი ირაკლი ცხორებაშვილი, რომელმაც 1 ოქროს და 1 ვერცხლის медალი მოიპოვა და მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. სამწუხაროდ აფხაზეთიდან დევნილების გუნდი სოხუმის სახელით ვერ გაემგზავრა, ვინაიდან დაფინანსების მოძიება ვერ შევძელით. ვეცადეთ ყველანაირად, მაგრამ ისე მოხდა, რომ არ დაფინანსდა. ერთადერთი აფხაზეთიდან დევნილი ვიყავი მე. დამაფინანსა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სპორტის სამსახურმა ამინაზღაურა გზის ხარჯები. ერთადერთი მე ვიყავი, თორე დანარჩენი სპორტსმენების გამგზავრება არ მოხერხდა. მონაწილეობდი 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში. დავიკავე პირველი ადგილი, ასევე აბსოლუტურში დავიკავე მეორე ადგილი. ეს იმიტომ, რომ რაღაც სისტემა იყო, სხვა სისტემა, საერთოდ ნებისმიერ ჩემპიონატებზე ანგარიშობენ ვირქსის სისტემით. ჩვეულებრივი სისტემა რო ყოფილიყო აბსოლუტურში ვიგებდი აუცილებლად. იმიტომ ეს იმხელა წონა იყო, რომ ანუ ეს იმხელა შედეგია, რომ ნებისმიერ შეჯიბრზე დაახლოებით 10-დან 9 შეჯიბრი შემიძლია მოვიგო. პრესკონფერენციაზე გაერთიანების წარმომადგენლებმა მომავალი ღონისძიებების გრაფიკიც დააანონსეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში თინათილ მღვდლიაშვილის ნამუშევრების გამოფენა და პოეზიის საღამო გაიმართა. საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, პოეტის მეგობრები, მხატვრები და საზოგადო მოღვაწეები. მხატვრობა ეს ფერის პოეზია. სწორედ რწმუნდები, როცა ხედავ მის ნამუშევრებს, ეს ნამდვილად არის ფერის პოეზია. გარდა ამისა, აქ მუსიკაც არის, იმიტომ რომ მხატვრობა, პოეზია და მუსიკა ისე არის ერთმანეთზე გადახლართული და აი ეს ასე ვთქვათ ქმნის მერე ფერთა, ფორმათა, სიმღერათა, სიტყვათა მუსიკას. მიხარია, რომ მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ბრწყინვალე ლექსის შემქმნელია ქალბატონი თინათინი და არის ფაქტიურად დამფუძნებელი თავისი შინდისფერი პოეზიის და არის არა მარტო პოეტი, არამედ ეროვნული მოღვაწე. არ დღეს მისი ნახატების გამოფენაც არის, ბრწყინვალე ნახატებია, თქვენ თვითონაც ხედავთ და იშვიათი ადამიანი, რომელიც დაჯილდოვებული არის როგორც ასეთი ბრწყინვალე ლექსების შექმნით, ასევე ასეთი ბრწყინვალე ნახატების შექმნით და თქვენც ამის მოწმე ხართ დღეს და მინდა რომ უფრო და უფრო მეტი წინსვლა უსურვო. ქართული საზოგადოება ვისვამ ჩემი პოეზიით, მაგრამ ამ შენობაში და მით უფრო ჩემი მხატვრობით შეხვედრა აფხაზეთის საერთოდ თბილისის საზოგადოებასთან ეს პირველია ამ შენობაში და ძალიან მიხარია რომ ასეთი არჩეულებრივი ლამაზი დარბაზია, ასეთი ლამაზი თეთრი როიალი
რომ ესეთი მშვენიერი საზოგადოება მოვიდა, ამდენი ყვავილები მოიტანეს, ასეთი კარგი ქართული საღამო ტარდება და მით უფრო ხვალ 26 მაისია საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მერაბ კოსტავას დაბადების დღე. ჩემი ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს საღამო შედგა აქ. მრავალმხრივი გაქანების ქალბატონი, პოეტი, მხატვარი, საზოგადო მოღვაწე, ხატთა შემამკობელი, რომლის ლექსებზე შექმნილია არაერთი ცნობილი სიმღერა. მისი პოეზია თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, ჩეჩნურ და რუსულ ენებზე. თინათინ მღვდლიაშვილის შემკული ხატები დაბრძანებულია საქართველოს ეკლესია-მონასტრებში. ღმრთის სიტყვის ქადაგებისა და ეროვნული ცნობიერების განმტკიცებისათვის ქალბატონი თინათინი დაჯილდოვებულია წმინდა ნინოს ჯვრით. ასევე მინიჭებული აქვს ზიად გამსახურდიას წმინდა ილია მართლის და გალაქტიონის პრემიები. საღამოზე პოეტმა საკუთარი ლექსებით წაიკითხა. 21 კოჭრის წესთან და თბილისის კართან, რუსთავაზე მლოცველების დასამხრების ზღვასთან, აფხაზეთში ცხუმის ცისფერს და რუსთველის ძეგლთან, ქვემო ქართლში სიონთა და წინაპართა ძვლებთან მოხალადის ნაცირალას უცხოტონთა ფეხთით ჩხრიალებდა 30 ვერცხლი. საქართველოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი აფხაზეთის დღედ დაწესდა. აფხაზეთობა თბილისსა და მთელ საქართველოში სადღესასწაულო ღონისძიებებით აღინიშნა. 23 მაისს საქართველოში აფხაზეთობა აღინიშნა. სიმონ კანანელის ხსენების დღე უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით სახალხო ზეიმად აფხაზეთობად უკვე რამდენიმე წელია დაწესდა. ღონისძიებები თბილისში სიონის საკათედრო ტაძარში დილით დაიწყო, სადაც სიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა აღევლინა. შემდეგ შეკრებილებმა ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან გადაინაცვლეს. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოსა და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და ქართულმა საზოგადოებამ გვირგვინით შეამკეს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. დღევანდელი დღე ერთიანობის დღეა, ერთიანობის სიმბოლოს დღეა, დღევანდელი დღე იმ გმირების სახელისხსენების დღეა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას შეეწირნენ. მოვედით აქ იმისათვის, რომ ჩვენს გმირებს პატივი მივაგოთ, პატივი ვიცეთ იმ ყველაფერს, რისთვისაც ისინი ყველაფერს აკეთებენ. ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, რომ ჩვენს შვილებს და ჩვენს მომავალ თაობას უკეთესი საქართველო ქონოდა. ეს განსაკუთრებული დღე აფხაზეთელებისთვის. და იმედს ვიტოვებთ, რომ მართლა ძალიან მოკლე ხანში ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს კუთხეში და ეს ქვეყანა იქნება ერთიანი. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვინც იძულებული გახდა საომარი ვითარების გამო გადაადგილებულიყო და რა თქმა უნდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებით აღნიშნება ეს დღე, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ მოვედით სწორედ იმ გმირებთან, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გასცირეს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ჩვენ პატივს მივაგეთ მათ ხსოვნას. მინდა დღევანდელი დღე მოგილოცო მთელ აფხაზეთს, მთელ საქართველოს და ღმერთს ვაქნავსო მომავალს აი ზეიმი გადაგვეყნოს სოხუმში. სიმონ კანანელის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ხსენება არის ის, რაც უფალმა ინება და ეს გააკეთა მან ჩვენი უნეტარესისა და ჩვენი თავარის მეოხებით, მისი ინიციატივით და მადლობა მინდა მას ამისათვის მოახსენო. დღეს აქ შეკრებილია ერით, ბერით, ყველას დიდი მადლობა მინდა მოახსენო, რომ ახსოვთ აფხაზეთი და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დღე, როცა ეს ლოცვა ჩატარდება აფხაზეთში,
ამას აახლოვებენ ყოველდღიური თავისი ლოცვა. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ ერთმანეთს, რომ პრობლემა ჯერ გადაუწყვეტელია, მაგრამ ჩვენ ფიქრობთ მასზე, ჩვენ გვტკივა ეს პრობლემა. კიდევ ერთხელ შევახსენოთ სრულიად მსოფლიოს და ქართულ საზოგადოებას, რომ აუცილებელია მასზე ფიქრი და ზრუნვა. და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ გიყვარდეს და გადარჩები. ჩვენ სიყვარულით გვინდა გავიხსენოთ ის, რაც იყო, ის, რაც აუცილებლად უნდა აღსდგეს. მოგვიანებით სახალხო ზეიმი ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაგრძელდა, სადაც აფხაზეთობის აღსანიშნავად რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარიაშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს უმასპინძლეს. თქვენ ნახეთ, აქ არიან სკოლის მოსწავლეები, ბავშვები, რომლებიც აბსოლუტურად შეპყრობილი არიან პატრიოტიზმის გრძნობით. მათთვის სამშობლოს შესახებ, თავისი ქვეყნის შესახებ, ნებისმიერი ასე ვთქვათ, ინფორმაცია, ისტორიული მონაკვეთი იქნება ჩვენს ცხოვრებაში, რა იქნება, არის ძალიან მნიშვნელოვანი და მით უმეტეს, როდესაც ვეხებით აფხაზეთის თემას, ძალიან კარგია და მივესალმები, რომ ბავშვები ამ დღეს არ ივიწყებენ, არც პედაგოგები არ ივიწყებენ ამ დღეს და არც ერთი ჩვენთაგანი. რაც ნიშნავს, რომ ეს სულისკვეთება უნდა ცხოვრობდეს ყველა ჩვენთაგანში, არ უნდა დაგვავიწყდეს იმისათვის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ სამომავლოდ, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდეს. ამისთვის საჭიროა კიდევ ერთხელ თავიდან ძალიან ახალგაზრდებში იყოს ეს სულისკვეთება და იცოდნენ ამ დღის მნიშვნელობა და იცოდნენ მისი ქვეყნის ისტორია. ეს როგორც აფხაზეთობის დღე, რა თქმა უნდა, ეს არის განსაკუთრებული ხაზგასმა, თუ რამდენ ძვირფასია ჩვენს აფხაზი ხალხი, მით უმეტეს, როცა კონფლიქტი მოგვარებელია და მოგვარების კონტექსტში სწორედ ამ დღის დაფუძნება დადგენა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ხელახალი შეხსენება, ანუ ჩვენ ყოველს გვახსოვს ბუნებრივია, მაგრამ ასეთ დღეებში განსაკუთრებულად, რა თქმა უნდა, ხდება იმ ხალხის გახსენება, ვინც დღეს მოწყვეტილია დროებით დანარჩენ საქართველოსგან, მათ პრობლემებზე საუბარი, მათ კულტურაზე საუბარი, ქართულ აფხაზურ ეთნობრივ კულტურაზე საუბარი, რათა ვაჩვენოთ ყველას ჩვენ შორის ერთობა, რამდენად ერთი ჰომოგენური ნაციის ნაწილი ვართ, ამბობთ განსხვავებები, რომელიც არის საქართველოს ყველა კუთხესთან. შესაბამისად, მიმაჩნია ასეთ დღეები საჭიროა ხშირად იყოს, რათა ჩვენ უკეთესად წარმოვიდგინოთ რა მრავალფეროვანი და რა მწყემსის ქვეყანაში ცხოვრობ. მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ეს არის აფხაზეთობა და მე ვისურვებდი, რომ ეს დღე დარჩეს ერთ-ერთ ლამაზ ტრადიციად და მე ვისურვებდი, რომ ერთ დღეს ყველამ ერთად ვიზეიმოთ დღევანდელი დღე აფხაზეთში და სოხუმში. მე მინდა ყველა აფხაზს მიულოცო დღევანდელი დღე. მათ უთხრა, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი აფხაზი ძმები და დები. ჩვენ მათთვის ვზრუნავთ და ჩვენ გვინდა, რომ მათთან ერთად ვიცხოვროთ მშვიდად და გქონდეს ურთიერთპატივისცემა და სიყვარული, რაც თავარია. ჩვენი პოლიტიკა არის მიზანმიმართული სწორედ ამ ურთიერთობის გამტკიცებისკენ, ამ ნდობის აღდგენისკენ და მიმაჩნია, რომ ეს გზა მიგვიყვანს აუცილებლად გამარჯვებამდე. ჩვენს ურთიერთობებში არის გადაუჭრელი პრობლემა, ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. მანამ სანამ არ აღდგება ჩვენი ქვეყნის მთლიანობა, მანამდე ვერ იქნება ქართველი კაცი ბედნიერი. ეს მინდა იცოდეს ყველამ და რა თქმა უნდა, ვერც აფხაზეთი ვერ იქნება ბედნიერი, ვერც აფხაზი, ვერც ოსი ვერ იქნება ბედნიერი ჩვენს გარეშე. ეს არის ჭეშმარიტება და ამას ჭირდება გაგება ყველას მხრიდან. ჩვენ რუსეთთან რა თქმა უნდა საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვს. პირიქით ჩვენ გვსურს რომ გქონდეს მათთან მეგობრული, მეზობლური, კარგი ურთიერთობა, მაგრამ ჩვენს ურთიერთობებში რჩება მთავარ პრობლემად სწორედ ჩვენი ტერიტორიები. ბატონო ირაკლი, გადაცემა აფხაზეთის ეთერით რას ეტყოდით დევნილ მოსახლეობას და იგივე აფხაზეთს? დევნილ მოსახლეობას მე მინდა მადლობა გადაუხადო იმ მართლაც გმირობისთვის, რომელიც მათ გასიეს წლების განმავლობაში, მათ არ ნახულ ენით აღუწერელ ტკივილს გაუძლეს და სიმძიმეს და ძალიან დიდ გაჭირვებას. ეს არის მართლაც დასაფასებელი და მე ვიტყოდი, რომ ისინი ნამდვილად გმირობას ჩადიან ყოველ დღე. ჩვენი მთავრობა რაც მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ ათასობით ოჯახს უკვე გამოვუყავით მათი ასე ვთქვათ კუთხე, ბინა. მე დღეს უთხარი ვაცნობე ჩვენს მეგობრებს, რომ როგორც კი დასრულდება ოლიმპიადა, ახალგაზრდული ოლიმპიადა, მაშინვე 16 კორპუსს ჩვენ გადავცემთ საჩუქრად დევნილებს. ეს არის ერთ-ერთი ის ვალდებულება, რაც ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენ მთავრობამ და მე მინდა ვუსურვო დევნილებს,
ერთ დღეს მშვიდობიანი დასრულება დაბრუნება სოხუმში. სტუმრებმა აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტომასალების და აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების, ასევე ბავშვთა ნახატებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა დაათვალიერეს. დააგემოვნეს აფხაზეთელი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქცია და აფხაზურ-ქართული კერძები. ბოტანიკური სახეობის ტაფლი, როგორც წაბლის, როგორც მაისის, როგორც სუროს, როგორც ცაცხვის, ყველანაირი სახეობის ტაფლი და ყველა აი სადაც ჩვენი დევნილები არიან განლაგებული, განთავსებული და ცხოვრობენ, მოღვაწეობენ და შრომობენ, ყველა კუთხიდან გვაქვს და ყველა სახეობის ტაფლი გვაქვს. გამოფენილი არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ჩვენთვის ცნობილია და საზოგადოებისთვის გვინდა უფრო ფართო მასშტაბით იყოს ცნობილი ძიმე მდგომარეობა. ამ მდგომარეობაში იმყოფებიან იქაური ძეგლები ოკუპაციის შედეგად. რამე თუ აშკარად მიმდინარეობს, აქტიურად მიმდინარეობს ქართული კვალი წაშლისაკენ მიმართulis ღონისძიებები და ჩვენ გვაქვს კონტრასტი, ანუ მანამდე როგორი მდგომარეობაში იყო ტაძრები და დღეს ამ მდგომარეობაშია. ეს კიდევ ერთხელ მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას და ამ თემის აქტუალიზაციას. განწყობა არის სადღესასწაულო. მე ვხედავ აქ ძალიან მომღიმარ სახეებს, ძალიან კმაყოფილები არიან, ბავშვები ბედნიერები არიან. ჩვენთვის ეს არის მთავარი. ყველას ვულოცავ თელ საქართველოს, ულოცავ აფხაზეთობას. ჩვენ აქ მოვედით, დავათვალიერეთ ბევრი აღმოსავლეთ და დასავლეთ კუთხეები და ძალიან მოგვეწონა და ხშირად გვინდა რომ ჩატარდეს ეს ღონისძიებები და ძალიან დიდი მადლობა ყველას. მე ძალიან მიყვარს აფხაზეთი, იმიტომ რომ ჩვენი სამშობლოა და დიდი იმედი მაქვს რომ დავიბრუნებთ აფხაზეთს. ძალიან მინდა და გილოცავ დღეს დღევანდელ დღეს, მაგრამ ძალიან მინდა ყველა ერთად ვიყავთ იქ და აღვნიშნოთ ესეთი ღონისძიებები იქაც. გილოცავთ. დღეს არის სიმონ კანანელის ხსენების დღე. ჩვენთვის ეს დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ გვჯერა რომ დავუბრუნდებით აფხაზეთში. დავიბადე აქ გავიზარდე, მაგრამ მშობლებისგან გადმოცემით რაც ვიცი, რაც ნანახი მაქვს სხვადასხვა წყაროებით, სურათებით, წიგნებით, იმის შევეცადე ყველანაირად გადმომესახა მის სილამაზე და გონი რაღაც მაინც გამომივიდა. ეს ძალიან კარგი ღონისძიება, იმიტომ რომ ბავშვებს ეძლევათ საშუალება გამოავლინონ თავიანთი ნიჭი. მე ამით კმაყოფილი ვარ, რომ გამოფინე ჩემი ნახატები. მოხარული ვარ, რომ ამდენი ნიჭიერი თაობა მოდის აფხაზეთიდან და ზოგადად საქართველოში რომ ქართველები ერთმანეთ ყველა კუთხეს წესჩვეულებებს ეცნობიან, ძალიან კარგი ღონისძიება ნამდვილად. გამახსენდა სოხუმის ვიქგონია თავი. К сожалению, Абхазии не были никогда. სამწუხაროდ ჩვენ აფხაზეთში არასოდეს ყოფილვართ. ამიტომ მოვედით აქ, რომ დავათვალიეროთ, გავიგოთ, როგორ ცხოვრობდნენ, როგორ ცეკვავდნენ, როგორი კულტურა იყო აფხაზეთში. ნანახმა საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინა. Впечатление. სტუმრები დაესწრნენ სპორტულ სანახაობებს, აფხაზეთის სახელოვნებო სკოლებისა და სასწავლებლების მოსწავლეთა კონცერტს, სადაც შესრულდა ქართულ-აფხაზური ცეკვები და სიმღერები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებით სახალხო ზეიმი აფხაზეთობა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა. საზეიმო დღესასწაული აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ აფხაზეთის ახალი საკონცერტო პროგრამის პრეზენტაციით არტ ჰოლში დასრულდა. $26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ამ დღეს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღეც აღენიშნება. საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეებში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად დაკარგა. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია დამოუკიდებლობის დაკარგვას, რადგან დამოუკიდებლობა ერისნეობის გადარჩენაა და ამდენად თვით ერის გადარჩენაც. მიუხედავად უამრავი განსაცდელისა, ქართველმა ერმა შეძლო ენის, მამულისა და სარწმუნოების შენარჩუნება. საქართველოს ისტორიაში იყო შავი ფურცლებიც და გაბრწყინებული სიკათქათეც. დავით აღმაშენებლის და ბაგრატ მესამის გენების მატარებელი და თავისუფლებას მოწყურებული ერი თავგანწირვით იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის. მტკიცეც სწამდა, რომ თავისუფლება ლომთა ხვედრია და რადგან ლომი ბორკილს არ დაიდებს, უფლისნები და ქართველი ერის თავგანწირვით
1918 წლის 26 მაისს ქართული სახელმწიფოებრიობა დაიბადა. საკრალური დამთხევა თუ ღვთისნება იყო, რომ 26 მაისს მერაბ კოსტავა მოევლინა საქართველოს. ზვიადგამსახურდია მას ძე ქარიშხლისა უწოდა, ქართველმა ხალხმა ერის სინდისი, ხოლო ისტორიაში სტიქიონების კუშტი მხედრის სახელი დაიმკვიდრა. მაშინ, როცა სხვები დინებას მიხვებოდნენ, მერაბი თავის ქრისტეს მიერ ძმასთან, ზვიადგამსახურდიასთან ერთად თავად ქმნიდა და აწრთობდა ახალ სტიქიას, ახალ თავისუფლების მოყვარე თაობას. საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ 70 წლის მანძილზე ამ ტანჯვასა და ვაებაში ამ სისხლის ბრაში პირველად ასა შაქრული, ასა მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე. მერაბ კოსტავას ამ ქვეყნად მოვლინება იქ გადაწყდა, სადაც არესის შეუპოვარ ტაძრეულთა სვებედი იჭედება და იქვე დაენათლა, რომ ეროვნულ გმირად ქცეულიყო. მისი პიროვნული და პოლიტიკური ხატი ერთიანი და თავისუფალი საქართველო იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სულით ხორცამდე 10 მცნების მიმდევარი და შემსრულებელი ქრისტიანი გახლდათ. მერაბ კოსტავა ტრაგიზმით ახსავსე პიროვნება მთელი ცხოვრება დევნას და შევიწროებას განიცდიდა, მაგრამ არც ციხის კედლებში გამოკეტილს და არც გადასახლებაში უმძიმეს პირობებში მყოფ სამშობლოზე არასოდეს უთქვამს უარი. დისიდენტობიდან მოყოლებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტრაგედიების ჩათვლით საბედისწერო რეალობასთან შესახვედრად წარფშეუხრელად მიიწერდა. საქართველოში არასოდეს მოკვდება აფხაზეთში დაბრუნების იმედი. ქართველთა და აფხაზთა შორის საბედისწერო კონფლიქტის დროს სოხუმში ჩასულმა მერაბ კოსტავამ ასე დაუბარა არაკეთილ მოსურნეებს. ჩვენ მაინც ვიპოვით გზას აფხაზი ხალხის გულებისაკენ. დღევანდელი გადასახედიდან განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ამ ისტორიული მნიშვნელობის ფრაზას. ჯადოსნური დასტაქარი მისი უდიდებულესობა დრო და გონიერ ადამიანთა კეთილი ნება შეძლებს იმ გზების მონახვას, რომელიც ქართველთა და აფხაზთა თანაცხოვრებას მოახერხებს. და ეს ის საქართველო იქნება, რომელზეც მერაბი ოცნებობდა. ბიბლიური სიმბოლოებით შემკული ადამიანი იყო მერაბ კოსტავა, კაცი სადა და მდუმარე, რიხიანი და ამავდროულად ფაქიზი, შემდობი და ამაღლებული, უტყუარი დასტური იმისა, რომ ნებისმიერ ეპოქაში შეიძლება ადამიანმა რა ინდივიდი იცხოვროს. არაერთი ფილოსოფიური ნააზრევის ავტორი გახლდათ მერაბ კოსტავა, პოეტი და მთარგმნელი, კრიტიკოსი, პედაგოგი, უნიჭიერესი მუსიკოსი, რომელსაც როცა ძალიან უჭირდა, მუსიკა იყო მისი ფიქრებისა და განცდების მესაიდუმლე, მისი თავშესაფარი. სამწუხაროა, მაგრამ ისტორიაც და რეალობაც ცხადყოფს, რომ გენიოსები ან ადრე იფერფლებიან, ან თანამედროვენი იშორებენ თავიდან. ბედისწერის განგებით თუ ადამიანის ცოდვილი ხელის მეოხებით, მერაბ კოსტავას მაშინ ჩაუსაფრდა სიკვდილი, როცა ის საქართველოს ჰაერივით შირდებოდა. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. თაწმინდაზე დავანებული უკვდავი შავლეგოს ნატანჯის სული. თავის სულიერ ძმასთან, ზვიადგამსახურდიასთან ერთად საქართველოს გაბრწყინებაზე ლოცულობს. მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დედაქალაქში დილიდან დაიწყო. ღონისძიებების ეპიცენტრი ტრადიციულად თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი იყო. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამხედრო ფიცი ჩაიბარა.
მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 200 სამხედრო მოსამსახურის სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალს თბილისში თავისუფლების მოედანზე ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი, საქართველოს მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. გილოცავთ ფიცის დადებას. საქართველოს პრეზიდენტმა წვევამდელებს სამხედრო ფიცის დადება მიულოცა და სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა. ჩვენ ზეიმობთ ამ დღეს იმ ჩვენ დიდ მამულიშვილებთან ერთად, რომელთაც მთავარი ღირებულება ჩვენი ქვეყნის თავისუფლება გაიხადეს ხატად და თავისი სიცოცხლე შესწირეს ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის მიღწევას. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჯარისკაცებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და საქართველოს მეგობარ სახელმწიფოებს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. დღეს გვაქვს პატივი, რომ ვიცხოვროთ დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოში. სწორედ ეს არის პასუხისმგებლობა იმ თაობების წინაშე, ვინც ეს იდეა განახორციელა, ვინც ჩვენ ქართული სახელმწიფო დაგვიტოვა. თავისუფლებას სჭირდება გაფრთხილება. ღონისძიების დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთაველის გამზირზე გაისეირნა. მან და მთავრობის სხვა წევრებმა სხვადასხვა სამინისტროების და იმ უწყებების პავილიონები დაათვალიერეს, რომლებიც 26 მაისის დღესასწაულის აღსანიშნავად იყო გამოფენილი. მინდა თითოეულ ქართველს, თითოეულ ჩვენს თანამემამულეს ვიულოცო დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი ემით, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა სანახავად იმ მიღწევებისა, იმ პროექტებისა, იმ პროგრამებისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების დამსახურებაა და რომლის პრეზენტაციაც დღეს აქ ხდება. აქ არა მხოლოდ მიმდინარე პროექტების და პროგრამების გაცნობის საშუალება აქვს ხალხს, არამედ საშუალება აქვს უშუალოდ შეხვდეს ხელისუფლებას, უშუალოდ გააცნოს თავისი საჭიროებები, თავისი წინადადებები მიიტანოს იმისათვის, რომ ეს ყველაფერი შემდგომში ბობოვალში მათთვის ასიკეთო საქმე იქცეს. მინდა ყველას მიულოცა დამოუკიდებლობის დღე, თავისუფლების დღე და რეალური დამოუკიდებლობა იქნება მაშინ, როცა დავუბრუნდებით ჩვენ სახლებში, აფხაზეთში, ცხინვალში, ამას ვაპირებთ. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, თუმცა მანამდე ყველა დევნილს უნდა ქონდეს ღირსეული ცხოვრების საშუალება და ეს უნდა მივაღწიოთ თავისუფლება და მივაღწიოთ კიდევაც. რუსთაველის გამზირზე აფხაზეთის კუთხეც იყო წარმოდგენილი. ერთ-ერთ პავილიონში აფხაზეთელი მხატვრების გიზო ხუბუას, დავით ბაძაღუას და ავთანდილ შენგელიას ნახატები იყო გამოფენილი. ჩვენი წინაპრები ნატოვდა და როგორც იქნება მივახციეთ, მაგრამ ჯერჯერობით არ ვართ კიდე ბოლომდე თავისუფალი და მინდა რომ ბოლოს და ბოლოს მივახციოთ იმ მიზანს, რომელსაც დასახული, რაც გვაქვს დასახული ჩვენ ქართველებს. იმ სერიებიდან აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობიდან 5 ტაძარი გამოვიტანე და 3 აბსტრაქტული სურათი, რომელიც აფხაზეთს უკავშირდება. და ძალიან ბევრი ხალხი შემოდის, ათვალიერებენ, ძალიან მოსწონთ, ჩვენ გვარებს კითხულობენ, მე რაღაცებს გვეკითხებიან. და კარგია საზოგადოება სჭირდება ასეთი მასშტაბური ღონისძიების დროს, მათ შორის ესთეტიური კულტურული დათვალიერების საშუალება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სტენდი ბოლო 3 წლის განმავლობაში დევნილთათვის გადაცემული საცხოვრებელი ფართების სტატისტიკას ასახავდა. ულოცავ მთელ საქართველოს დღევანდელ დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, განსაკუთრებით ჩვენთვის, ჩვენი დევნილებისათვის, ვინც აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან ვართ. რამოდენიმე დღის წინ აფხაზეთობაც აღინიშნა და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას სოხუმში და ცხინვალში. აფხაზეთის კუთხის დათვალიერება აფხაზეთის პირველი საჯარო სკოლის ქორეოგრაფიულ ანსამბლ შარათინის ცეცხლოვანი ცეკვების ფონზე მიმდინარეობდა. დღეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მამასთან ერთად აქ ვარ. აფხაზეთი ერთი სკოლამ დაგვდო პატივი, რომ დღეს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამოსულიყავით და წარმოგვიდგინა ჩვენს მიერ დადგმული ნომრები. გილოცავთ ყველა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და მრავალს დაეწარით და საქართველოს ძალიან დიდ წარმატებებს ვსურვებ. საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მთავრობის წევრებს და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს უმასპინძლა.
მიღება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა. ხვალ 1 ივნისია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ჩვენი გადამღები ჯგუფი სპეციალურად ამ დღისთვის ბასტი ბუბუს სტუდიას ეწვია. ზაფხულის პირველ დღეს 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღენიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენი გადამღები ჯგუფი ბასტი ბუბუს სტუდიას ესტუმრა. პირველ რიგში მინდა ჩემს საყვარელ ბავშვებს მოულოცებ 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ბასტი ბუბუ დაარსების დღიდან აღნიშნავს ამ დღეს დიდი ზეიმით. იმიტომ რომ რაღაც ხდება ხოლმე ესე რომ უფროსები მხოლოდ ამ დღეს მოიხედავენ ხოლმე ბავშვებისკენ და არის კონცერტები, ზეიმები, ეს სიყვარული არის ჩვენი მთავარი საიდუმლო. ბასტი ბუბუ ქართული სიტყვაა და შრიამუზ და ბავშვების აურზაურს ნიშნავს. საბავშვო გადაცემა ფერადი და მუსიკალური ბასტი ბუბუ პირველად ეთერში 23 წლის წინ გავიდა. ერთ წელიწადში სტუდიაც შეიქმნა. მას შემდეგ ბასტი ბუბუ ქართველი ბავშვებისთვის ჯადოსნურ და საყვარელ სიტყვებად გადაიქცა. ბასტი ბუბუ სამყაროში მოხვედრილი პატარების ზღაპრულ და ლაღ გარემოში გრძნობენ თავს. მათ შორის არიან სოხუმიდან დევნილი 6 წლის ანასტასია მოთიაშვილი და 5 წლის ნინი შარიქაძე. 5-ის. საიდან ხარ ნინი? ყვარჩელი. და ბასტი ბუბუში რა მომწონს, რა საკეთება აქვს? ცეკვა მღერი ვარ და ბალეტზე. ბებე ეძახის დედას ერთი ბეკეკო. პატარაა ჯერ ვერ ჭამს ველს ბარალს და ვერს ნეკეკო. შია მოდი დეო მინდა ბევრი ძეო დავიღალე ხტუნი ბეო. ცეკვა მღერი ვარ პაშასთან დავდივარ და კიდე სიმღერაზე. მე მომწონს მეგობრები კიდე ბალეტი. ლამაზები და კეთილები. წლიდან წლამდე სტუდია პატარებს საინტერესო, სახალისო და განმავითარებელ პროექტებს თავაზობდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, დევნილი და უპატრონო მოზარდებისთვის განხორციელდა. ბასტი ბუბუსთვის ბავშვი ყველა არის ერთი და იგივე, ყველა არის ჩვენი სამიზნე, ყველა ბავშვი. და პროექტიც აქვს ასეთი გაკეთებული ბასტი ბუბუ ყველასათვის, სადაც უსახკარო, უნარშეზღუდული, ქუჩის ბავშვები, ლტოლვილები, ასე შემდეგ ინტეგრირებული იყვნენ ჩვენი სტუდიის ბავშვებთან ერთად და მუსიკალური ნომრები მომზადდა ამ ორ ჯგუფს შორის. აი უნარშეზღუდულ ბავშვებთან ერთად გადავიღეთ ეს კლიპი თუ, რომელიც ჩვენი სიმბოლოც გახდა ბასტი ბუბუს სიმბოლო, სადაც ერთ ჯგუფში შედან აი უნარშეზღუდული და ბასტი ბუბუს ბავშვები ერთად ცეკვავენ, მათ ერთი პედაგოგი ყავთ და ეს იყო რაღაცნაირად სიმბოლურად იმის მანიშნებელი საქართველოსთვის, რომ იწყებოდა აი ეს პერიოდი, სადაც ადამიანებმა დაინახეს ზოგადად, რომ თურმე ესეთი ბავშვებიც არსებობენ. ზუსტად აი ამ პროექტშიც იყო ლტოლვილ ბავშვებთან ჩავწერეთ ძალიან საინტერესო გზავნილები წერილი, ტრედის მოტანილი წერილები, იმიტომ რომ მაშინ ყველანაირი კავშირი გაწყვეტილი იყო აფხაზეთთან. ბასტი ბუბუს სტუდიაში მუდმივად სიახლეებია. თაობებს თაობები ცვლის, რაც თავისთავად სტუდიის საქმიანობას მრავალფეროვანს და მიმზიდველს ხდის. ამჯერად ახალი პროექტი ბასტი ბუბუს ახლად შექმნილი ტელევიზია, რომელიც სკოლამდელი, დაწყებითი კლასების ახსაზრდელების და თინეიჯერების ინტერესებზეა გათვლილი. ჩემ მეგობრებთან ერთად 20 წელია ვიგონებთ ისეთ სამყაროს, რომელიც გვინდა რომ გქონდეს ჩვენ ბავშვებს. ჩვენ ასეთი ამბიციური იდეა გვაქვს, რომ გვინდა რომ თქვათ როგორც ამერიკასთვის არის დისნეი, ბასტი ბუბუ ესე იყოს საქართველოსთვის და ეს ვერასოდეს ვერ დადგა ის დრო, რომ მოიცალოს საქართველოს ბავშვებისთვის. სტუდია ბასტი ბუბუ თვით დაფინანსებაზეა და ბევრს ვერ ანებივრებს ქველმოქმედებით, თუმცა ახალი თაობის აღზრდაზე ზრუნავს. ჩვენ ვზდით თაობას, რომელიც იქნება ქველმოქმედი თაობა, იმიტომ რომ ყოველთვის როცა მოდის საშობაო ვეუნებით, რომ მოდი ორი თოჯინა და სთხოვე თოვლის ბაბუს, რომ ერთი შენთვის და ერთი იმისთვის, ვისაც თქვათ ვერ მოუტანს დედიკო და მამიკო და აი ესე რომ გაიზრდება ბავშვი, ის აუცილებლად იქნება კეთილშობილი და აუცილებლად სხვანაირი საქართველო გვექნება. 11 წლის მერიკო ლონდარიშვილი საპატრიარქოს თავშესაფრიდანაა. 3 წლიდან ბასტი ბუბუს სტუდიაში უფასოდ სწავლობს და მასწავლებლების და აქ შეძენილი მეგობრების მხრიდან მუდმივად თანადგომას გრძნობს.
აქაურობა ძალიან მომწონს. ძალიან მომწონს ჩემი მასწავლებლები. უფრო ძალიან მიყვარს თამუნა მასწავლებელი. ისე ყველა მასწავლებელი მიყვარს. ისინი ძალიან კარგ სიმღერებს მასწავლიან ცეკვებს. კესო ჯოხაძე კი ცხინვალიდან დევნილია და ისიც მერიკოს მსგავსად 4 წლიდან მეცადინეობს ბასტი ბუბოს სტუდიაში. ბასტი ბუბოში დავდივარ თითქმის 8 წელია. მე აქ ძალიან ბევრი დრო კარგი დრო მაქვს გატარებული. ადრე ვსწავლობდი სიმღერას, ბალეტს, ცეკვასაც. ხოლო ამჟამად ბანკეტი გქონდა და ახლა მხოლოდ ჰიპ-ჰოპს გასწავლიან. ოცნებობ რომ ვიყო პოპულარული და ყველა მიცნამდეს. აბსოლუტურად ყველაფერი კეთდებოდა კესოსთვის უსასყიდლოდ. ამდენი წელია უკვე მე-9 წელი რამის დაიწყო უკვე და არანაირი გადასახადი არ არსებობს კესოსთვის. აი ჩაწერაც რომ არის კლიპისთვის, რამდენიმე კლიპიც კი აჩუქეს კესოს და არ ვიცი აი ეს მადლობა, ეს ყველაფერი, ეს სიკეთე როგორ გადავიხადო ამ ბასტი ბუბოს სტუდიასთვის. მხოლოდ და მხოლოდ ერთი შემიძლია ის რომ ვთქვა რომ მრავალი წელის მოღვაწეობას უსურვებ ბასტი ბუბოს. მრავალი აი ასეთი ბავშვებისთვის ოცნება აესრულებინოთ ნამდვილად. მშვიდობები დაგიქნიოს უნდა თათი თუ გინდა ისავლო კითხვა დაწერს უნდა გაყოლო თითი ჩვენ რომ ძალიან გვიყვარს რა არის თხილი სოროდან ვინი ჭყიტება დანარჩენი გააგრძელეთ სახლში. დღეისათვის სულ ეს იყო, ჩვენ ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.